როგორი არის პირველი რეაქციები exit polls 18 საათის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ? ნიკა მოლოდინაშვილი შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. ის ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ცენტრალურ ოფისში მუშაობს და ახლა მას პირდაპირ ეთერში ვთავთ. ნიკა, რა ხდება ამ წუთებში ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან? დიახ, ამჟამად ვიმყოფები ქართული ოცნების შტაბის, ცენტრალური შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მას შემდეგ რაც გამოცხადდა exit polls და წინასწარის შედეგები, აქ შეკრებილი ადამიანები ოვაციებით შეხვდნენ იმ შედეგს, რომელიც exit polls იყო დასახელებული. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ეთერში გავესაუბროთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს და ვთხოვოთ მათ შეაფასონ ის წინასწარის შედეგი, რომელიც ამ დროისთვის exit polls არის ჩატარებული. ბატონ მამუკა, როგორ აფასებთ ამ შედეგს? ქართული საზოგადოება არის ძალიან გონიერი. ქართული ხალხი მიდრეკილია ამისაკენ, რომ განვითარდეს, მომავალზე იფიქროს, თავის შვილებზე იფიქროს და იფიქროს სუფთა ადამიანებზე, გულწრფელ ადამიანებზე, რომლებმაც მათთვის უნდა უზრუნველყონ მომავალი. და შესაბამისად, სწრაფი განვითარება არ არის მხოლოდ სლოგანი. ეს არის ჩვენი მომავალი და ჩვენი ქვეყანა იქნება ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა მსოფლიოში. თავის ადგილს დაიმკვიდრებს, დარწმუნებული ვარ და დღეს აი ამ დროისათვის უკვე მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითაროს და ჩვენ ხალხს გამოვადგეთ ელემენტარულად. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ესეთი შედეგი დაიდო, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქართულმა ხალხმა ნდობა გამოგვიცხადა და ჩვენ იზღა დაგვრჩენია, რომ ეს ნდობა მაქსიმალურად გავამართლოთ და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა და წარმატებისაკენ წავიყვანოთ ევროპულ გზაზე, წარმატებისაკენ, სწრაფი განვითარებისაკენ და კეთილდღეობისაკენ, რომელიც თითოეული მოქალაქის ოჯახში შეაღწევს. რა შეიცვლება თქვენი პარტიის გამარჯვების შემდეგ მოქალაქეებისთვის, როგორ იქნება მომდევნო 4 წელიწადში? უფრო გულწრფელი დამოკიდებულება იქნება ადამიანებსა და ხელისუფლებას შორის, იქნება სწრაფი განვითარება, რაც მთავარი სლოგანია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამას. შეიცვლება ის, რომ უკეთესი იქნება გაცილებით ცხოვრება და 4 წლის თავზე ჩვენ უნდა შევქმნათ, ვნახოთ თვისობრივად განახლებული, განვითარებული და სხვა სახელმწიფო. რაც შეეხება უბნების დახურვამდე, არაერთი ინციდენტი მოხდა, მათ შორის მარნეულში, სადაც ფიზიკურ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი, პოლიციის თანამშრომლები არიან დაშავებულები, როგორ აფასებთ? ძალიან სამწუხაროა, რომ სხვადასხვა ძალებმა კვლავ სცადეს პროვოკაცია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება, პროვოკაცია ვერაფერს დაგვაკლებს, იმიტომ რომ ქართული სახელმწიფო დღეს როგორც არასდროს ისია, სად გამოწვევებისთვის შესაბამისი რეაგირება მოყვება ამ ყველაფერს და ყველა პროვოკაციას გაეცემა თავისი კანონისმიერი პასუხი. დიდი მადლობა. ჯერჯერობით ლიდერები და თავად პარტიის პირველი ნომერი გიორგი კვირიკაშვილი არ გამოჩენილა ერეკლეს მოედანზე, თუმცა როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, სულ რამდენიმე წუთში მიმართავს როგორც აქ შეკრებილ ადამიანებს, ასევე საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენ შევეცდებით ეტაპობრივად გაგაცნოთ ყველა პარტიის წარმომადგენლების პოზიციები. ამჯერად ჩვენ შევეცდებით უკვე სხვა პარტიის წევრებისგან გავიგოთ თუ რას ფიქრობენ გამოცხადებულ შედეგთან დაკავშირებით, რამდენ კმაყოფილი ხართ და როგორ აფასებთ ამ წინასწარ შედეგებს. დიდი მადლობა. ყოველ შემთხვევაში ეს შედეგები, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არ არის უცხო. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ქართულმა საზოგადოებამ მეგონი გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა. იმასთან დაკავშირებით, რომ აღარ უნდა იყოს ამ ქვეყანაში ისტორიული არჩევნები და დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ისტორიული არჩევნების დრო ფარდება წარსულს. ეს ჩანს ამ გადაწყვეტილებაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართული საზოგადოება ეუბნება უარს. ყველა იმ ძალას, რომლისგანაც მომდინარეობს ძალადობა. და ჩვენ მე მგონი დღეს ძალიან კარგად ვნახეთ, ვინ არის ის ძალა, რომელიც არის მშვიდობის გარანტი და ვინ არის ის ძალა, რომელიც არის პროვოკაციებზე ორიენტირებული, მაგრამ საბედნიეროდ ჩვენ მქონდა მხოლოდ ერთი შემთხვევა, რომელიც თავისთავად იქნება თავის სამართლებრივ შეფასება მიეცემა ამ შემთხვევას, რომელიც ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ზოგად შედეგებთან. ამდენად ჩემთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი დაველოდებით ოფიციალურ მონაცემებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის ახლოს არის იმ რეალობასთან, რომელსაც ჩვენი გამოკითხვები და კვლევები გვაძლევთ. რაც შეეხება საბოლოო შედეგი გამოქვეყნება ცხადია, თუმცა რა შეიცვლება ამ მომრჩევლებისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის მომდევნო 4 წლის განმავლობაში? მომდევნო 4 წლის განმავლობაში, რაც დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები გაგრძელდება იმ ლოგიკით, რაც საქართველოს მოსახლეობამ უკვე ნახა. იქნება
საგარეო პოლიტიკა, რომელიც დაიცავს მოქალაქეებს როგორც გარეთა საფრთხეებისაგან, ასევე შიგნით საფრთხეებისაგან, იქნება დასული მოქალაქე განვითარება, იქნება ეკონომიკის იმდენად მყარი, რომ ის ნამდვილად ხელმისაწვდომი იქნება ყველა ადამიანისათვის და რაც ყველაზე მთავარია, გაგრძელდება ყველა ის შეპირება, რომელიც უკვე წინა საარჩევნო პროგრამაში ჩვენ ძალიან დეტალურად უთხარით ჩვენს ამომრჩევას, მაგრამ დობის ხარისხი რომ ამ პოლიტიკურ ძალას აქვს გაცილებით მაგალი, მე მგონი ეს ჩანდა წინა პერიოდიდანაც და დაადასტურა ეს არჩევნები. უღრმესი მადლობა. მე შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხანში ერეკლის მოედანზე შეკრებილ ადამიანებს და საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს ქართული ოცნების პირველი ნომერი გიორგი კვირიკაშვილი და რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. მადლობთ, ეს იყო ნიკა მოლოდინაშვილი და ჩართვა ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ცენტრალური ოფისიდან. მან პარტიის ლიდერთა პირველი შეფასებები შემოგთავაზა.